მოგესალმებით, მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი შეხვედრების სერიას 10 წუთი გიორგი თავაძესთან და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის სტუმარი არის თათია ჯოკორაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, თათია. მოგესალმებით, გიორგი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან. ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ, ჩვენ დღევანდელი შეხვედრის თემა არის პლაგიატი და მასთან ბრძოლის მექანიზმები. თათია, ჩვენ გვაქვს 10 წუთი, ესეთი რეჟიმი და ესეთი ფორმატი გვაქვს და გვაქვს 3 შეკითხვა, როგორც ჩვენც იცით და პირველი შეკითხვა ესეთია: რა არის პლაგიატი და რატომ უნდა ვებრძოლოთ ამ პრაქტიკას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პლაგიატის სხვადასხვა ტიპის განმარტება არსებობს, ძირითადად ვეყრდნობით ევროპის აკადემიური კეთილსინდისერების საერთაშორისო ქსელის განმარტებას, რომლის თანახმადაც პლაგიატი გულისხმობს სხვისი იდეების, ტექსტის, გარკვეული მონაკვეთების, ნაშრომის, სტრუქტურის მათ შორის მითვისებას სათანადო დამოწმების გარეშე, თან ისეთ გარემოში, როდესაც მოითხოვენ ჩვენგან ორიგინალობას და ამის შედეგად ვიღებთ დამატებით სარგებელს, ქულის თუ სხვა სახით, სხვა ფორმით. რატომ არის მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ პირველ რიგში პლაგიატი ხელს უშლის მეცნიერების განვითარებას, სამეცნიერო აზრის განვითარებას და ინოვაციას და ახალი აზრის განვითარების პროცესს, იმიტომ რომ არის შაბლონური უკვე დამკვიდრებული იდეების გადმოტანა, ასევე ხელს უშლის, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებების დაცვას, მეცნიერება მოგვეხსენება, რომ დგას წინამორბედი მეცნიერთა წვლილის აღიარებაზე და ამას ცხადია ხელს უშლის და არასამართლიანი პროცესია, რა თქმა უნდა, და აუცილებელია, ასევე ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ხშირად განზრახ პლაგიატზე მეტად, უფრო მეტად სტუდენტები თუ გამოცვლი მკვლევრები ხშირად ცოდავენ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ შესაბამისი, ვთქვათ, აკადემიური წერის უნარები. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ბრძოლა არა მარტო სანქცირებით და დასჯის ფორმით, არამედ სწავლებით, მუდმივი, ვთქვათ, სხვადასხვა სასწავლო კურსის, ტრენინგების, ცნობიერების ამაღლების კამპანიების თვალსაზრისით და სხვადასხვა ფორმით, რომ ეს მაქსიმალურად აკადემიურ სივრცეში გქონდეს გამჯდარი აკადემიური კეთილსინდისერების და ეთიკის პრინციპები. აი ჩვენ 1 წუთი გვაქვს ამ შეკითხვის ფარგლებში კიდე. რა ხდება საქართველოში ამ კუთხით, აი რა კომპანია, მე ვიცი რომ ჩართული იყავით თქვენ ამ ესეთ საქართველოში ამ თვალსაზრისით გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა. სამწუხაროდ 2017 წლამდე მაინც და მაინც სახარბიელო გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა და იყო ბევრი დარღვევა ამ თვალსაზრისით. სადღაც 2017 წელს შეიქმნეს ახალი პროექტი, ეს იყო ინტეგრიტი, ეს განაპირობა განათლების პროფესიონალთა ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც სავალალო შედეგები აჩვენა არა მხოლოდ სტუდენტებს, პროფესორებსაც არ ჰქონდათ შესაბამისი წარმოდგენა პლაგიატის შესახებ. ამიტომაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქართული უნივერსიტეტები ჩართული იყვნენ რამდენიმე წელი სერიოზულ პროექტში, დაიხვეწა აკადემიური წერის კურსები, უნივერსიტეტებში დაინერგა პლაგიატის შემოწმებელი პროგრამა Turnitin-ი, გაიმართა ამ თვალსაზრისით პოლიტიკის დოკუმენტები, სადაც მკაფიო და გამჭვირვალე ესეთი სანქციები თუ პოლიტიკა იყო გაწერილი, რამაც შედარებით გაუმჯობესა ამ თვალსაზრისით სიტუაცია. მადლობა. მეორე შეკითხვა ესეთი მაქვს, აი კონკრეტულად უმაღლეს განათლებაზე რო ვისაუბროთ, თათი, აი რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა უმაღლესი განათლება იმ პლაგიატის კუთხით? რამდენიმე პრობლემაზე რო ძირითად ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩემი ესეთი ბოლო სიტყვიდან რომ გავაგრძელო, ეს შედეგი ჰქონდა ბოლო პერიოდამდე და საკმაოდ ეფექტურად მართავდით პლაგიატის შემთხვევებს და ზოგადად პრევენციის პოლიტიკა იყო გამართული, თუმცა ტექნოლოგიურმა პროგრესმა ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, მოგეხსენებათ ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური
ესეთი გიგანტური ნაბიჯებით განვითარებამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ერთი მხრივ ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება და ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელიც საგრძნოს სერიოზულად გვიმარტივებს ცხოვრებას, ყოველდღიურ საქმიანობას. მეორე მხრივ ეს არის სერიოზული გამოწვევა აკადემიური სივრცისთვის, სადაც ორიგინალობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ არა მარტო ქართული უნივერსიტეტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, მკვლევრები ყველანი ვართ ამ გამოწვევის წინაშე. საუბარია სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავების შესახებ, უნივერსიტეტებმა დაიწყეს ესეთი შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, მათ შორის ჩვენს გამოვეხმაურეთ ამ პროცესს და გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების დოკუმენტი, თუმცა საკმაოდ რაც დრო გადის, უფრო რთულდება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დეტექცია. აქედან გამომდინარე, ეს პლაგიატის შემთხვევები კიდევ უფრო მზარდია. თუმცა, ამ დეტექციის სისტემების განვითარებასთან ერთად, გარდა იმისა, რომ ვცდილობთ, ვთქვათ, გადავამოწმოთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ცნობიერება ამ თვალსაზრისით, სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების შესახებ, რაში შეუძლიათ გამოიყენო და რაში არა, მაგალითად, ჩვენი რეგულაციის თანახმად მათ აქვთ უფლება, რომ გამოიყენონ, თქვათ, წყაროს მოძიების სტრუქტურის გეგმის შემთხვევაში, მაგრამ არ შეუძლიათ, თქვათ, გენერირებული ტექსტის პირდაპირ გადმოტანა, გადმოკოპირება. და ამ თვალსაზრისით მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს, ვაწვდით ინფორმაციას, თუმცა ეს მაინც ისეთი გამოწვევა, რომლის წინაშე ჯერჯერობით მთლად ისე თავდაჯერებულად ვერ გრძნობთ უნივერსიტეტები თავს. ალბათ, ხო, ალბათ კი რა ეგრეა. აი შეფასების სისტემის გადახედვასაც ალბათ ეს გამოიწვევს, ხო, ნაწილობრივ. დიახ, შეფასების სისტემაზეც, რა თქმა უნდა, შეფასების სისტემას დავალებების, ზოგადად დავალებების შინაარსი და სტრუქტურის ცვლილებებსაც მოითხოვს. ალბათ მეტად უნდა გაკეთდეს აქცენტი, თქვათ, შემოქმედებით აზროვნებაზე, შემოქმედებით დავალებაზე, სადაც ორიგინალური იდეები იქნება მნიშვნელოვანი და არა, თქვათ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შაბლონური იდეები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება, თქვათ, გქონდეს სტუდენტს საშუალება გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ის პრობლემის გადაჭრის გზები თავად უნდა მოიძიოს. შეიძლება კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, თქვათ, ხელოვნური ინტელექტის მოგვეხსენება, რომ ხელოვნური ინტელექტის წყაროები მთლად სანდო არ, ინფორმაცია ხშირად სანდო არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით შეიძლება კრიტიკული აზრი განმოვითაროთ და მოვთხოვოთ, თქვათ, წყაროების დამოწმება, გადამოწმება და ამ კუთხით ინფორმაციის შესწორება. ხო, ეგ ისეთია. საინტერესოა და ალბათ კიდე ესეთი ადგილზე ანუ საკლასო ოთახში სალექციო და განსაკუთრებული აქცენტი გადაგვაქვს უკვე თქვათ ზეპირ პრეზენტაციაზე, თქვათ დავალებების არა მხოლოდ სამაგისტრო ბაკალავრის სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების თქვათ დაცვაზე, არამედ თქვათ ჩვეულებრივი დავალებების თქვათ პრეზენტაციის ფორმით წარმოდგენაზე გადაგვაქვს ჩვენს აქცენტი და უფრო მეტად რამდენად აქვს სტუდენტებს გააზრებული ეს ინფორმაცია, საიდან მოიპოვებენ ამ წყაროებს და რამდენად აქვთ ამ ყველაფერზე ნათელი და ლოგიკური წარმოდგენა. თათია, ჩემი ბოლო შეკითხვა ასეთი იქნება, უნივერსიტეტამდე არის სკოლა. აი, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლაში, როგორ ფიქრობ, პლაგიატთან ბრძოლის კუთხით, რომ უკვე იქედან ჩაიყაროს საფუძველი. როგორია შენი ხედვა, აი, უმაღლესი განათლების სივრციდან სკოლისკენ მიმართული? ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ეტაპი, იმიტომ რომ მრავალი წელია უკვე ვასწავლი პირველ კურსელებს და კოლეგებთან მსჯელობის დროსაც სულ გამოიკვეთება ეს პრობლემა. პირველ კურსელებს არ აქვთ ინფორმაცია პლაგიატის შესახებ. სიტყვა პლაგიატი აქვთ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გაგონილი, როცა ვეკითხები პირველივე ლექციაზე, რას ნიშნავს, რა ფორმით შეიძლება რა ფორმით შეგვდეთ და ასე შემდეგ, მათ არ აქვთ ამაზე პასუხი. ხშირად ისეთი კითხვებიც აქვთ ხოლმე, რომ აი ვებგვერდზე რომ ინფორმაციას ვნახავ, ჩემებურად გადმოვაკეთებ სხვის აზრს, ეს ხო უკვე ჩემი ხდება და უნდა დავიმოწმო? ანუ იმდენად არ აქვთ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დღეს უკვე აქვთ დავალებები, რომ ინტერნეტიდან მოიძიონ მასალა, თუმცა
არ აქვთ ინფორმაცია, რომ ეს მასალა უნდა დაიმოწმონ, ეს მასალა არ უნდა გადმოიტანონ სიტყვა სიტყვით და გამოიყენონ პარაფრაზირების წესები და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სკოლაშივე მასწავლებლებმა სათავედო ყურადღება დაუთმონ აი ამ აკადემიური წერის საბაზისო უნარების სწავლებას. ცალკეული საგნების ფარგლებში, ქართული ენის და ლიტერატურის საგნების, ასევე ვთქვათ, სასკოლო მასშტაბით დამატებითი ტრენინგები, ინფორმაციის მიწოდება, ზოგადად სასკოლო გარემო უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს აკადემიური კეთილსინდისიერების ეთიკის ესეთი ღირებულებებზე წარმოდგენა და იმიტომ რომ ხშირად საპირისპირო შედეგს ვიღებთ სკოლიდან მოსწავლეები უკაცრავად მოდიან ისეთი რაღაცა პირიქით არასწორი რაღაცა წარმოდგენებით და გვიწევს გადავუკეთოთ ეს ღირებულებები, რომელიც ხშირად არ ჯდება კეთილსინდისიერებაში. პირიქით მათ აქვთ ისეთი განწყობა, რომ თუ აქვთ საშუალება მაქსიმუმ უნდა გადაწერონ და ამ კუთხით დიდი გამოწვევა, თუმცა ეს განპირობებული ხშირად იმით, რომ მათ არ აქვთ ეს ინფორმაცია, არიციან თქვათ ეს აკადემიური ამ ზეწოლას როგორ გაუძლონ, თქვათ სკოლებში მაღალი ქულის მიღებასთან დაკავშირებით შეება კონდეთ რაღაცა ზეწოლა, როგორც სკოლის განსევი ოჯახისგან და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დაძლევა. პირველ რიგში აუცილებელი ალბათ მასწავლებლების თვის ცნობიერების ამაღლება ამ თვალსაზრისით, რომ მათ ქონდეთ მაქსიმალურად დიდი мотиваცია, რომ მოსწავლეებში ეს კულტურა განავითარონ. მადლობა. თათია, მადლობას მოგახსენებ საინტერესო პასუხებისთვის და მართლაც გასაკეთებელი ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია. მე ხაით მოკლე ამას გავაზიარებ, ჩვენი საუბრები ხორციელდება მენტორისის ფარგლებში. ახლა ვერ გავაზიარებ, მაგრამ მულად დავდებ, არა უშავს. მენტორისი ეს არის ონლაინ კურსები თქვენთვის და თქვენი მეგზური აკადემიურ სამყაროში. თათია, მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რადგან ახსენეს პროექტი ინტეგრიტი და ასე შემდეგ და უახლოეს წლებში საქართველოში კიდევ უფრო მეტი წინსვლა იქნება, როგორც უმაღლესი განათლების სივრცეში, ასევე სასკოლო სივრცეში, პლაგიატის პრევენციის და აღმოფხვრის მიმართულებით. მადლობა.